ბატონი ზვიადი ამბობს, რომ ხელისუფლების ბრალია თუ კი რაიმე დესტაბილიზაცია მოხდა გქეყანაშიო. ჩვენ ყოველდღიურად გვესმის განცხადებები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იპოვეს ესე იგი სამალავები და ასე ვთქვათ სამარხები, სადაც იარაღია შენახული და ეს ყველაფერი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ არეულობის საფრთხე იყოს ქვეყანაში წინასაარჩევნო. თუმცა ბატონი ზვიადი ამ ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს. რას ფიქრობთ? მაგალითები მომყავს არ ვაბრალებ და ჰაერზე არ მომაქ ეს კონკრეტული ეს ვიგულისხმე, მოდით მოусმინოთ ბატონ დავითსაც. მე ყველა განსხვავებულ ას პატივცემ, ასევე ბატონ ზვიადიმ რაც თქვა, მაგრამ ნამდვილად ხელისუფლებას არ აწყობს და ხელისუფლება არ მოაწყობს. მე ჯერავს დესტაბილიზაციას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მის გეგმებში არ შედის. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ იქნება დესტაბილიზაცია და მას შეეცდება, რომ ეს დესტაბილიზაცია მოაწყოს ნაციონალურმა მოძრაობამ, ხალხი გამოვა არა რომელიღაცა პარტიის მხარდასაჭერად და დასაცავად, არამედ თავისი ქვეყნის დასაცავად. მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ თუ მოხდა დესტაბილიზაცია და საქართველოში აირია სიტუაცია, ჩვენ ქვეყანა აღარასოდეს აღარ დაწყნარდება და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ ველოდებით პროცესების ასეთ განვითარებას. არა, მე ნამდვილად არ ველოდები იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ვერ გაბედავენ ამას, იმიტომ რომ მათ პასუხს გასცემს ქართველი ხალხი. მე კიდევ ვიძახი, რომ თუ ვინმე გამოვა ქუჩაში, ისინი არ გამოვლენ რომელიღაცა პარტიის დასაცავად, ისინი გამოვლენ თავისი ქვეყნის დასაცავად. ბატონმა ზვიადმა რომ ბრძანა, რომ ჩვენ დავამთავრებთ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აქ მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არც ერთი პარტია და არც მთავრობა მიდის, მთავრობა მოდის, პარტია მიდის, პარტია მოდის. გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და ქართველი ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, დაველოდეთ 8 ოქტომბერს და პატივი ვცე. დიახ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას 8 ოქტომბერს მიიღებენ, თუმცა ჩვენ დღეს საუბარი გვაქვს იმაზე, ამ გადაწყვეტილებამდე ხომ ქართველი ხალხი აქციაა დაგეგმილი სხვადასხვა ქალაქებში, სხვა პარტიების მიერ. იგივე ნაციონალურ მოძრაობას აქვს. მე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ამიტომ ყველა პარტიას უნდა მიეცეს ძალადობის გარეშე ჩაატაროს ის აქცია და ხალხს უთხრას თავისი გეგმების შესახებ და 8 ოქტომბერს ქართული ხალხი ამას გადაწყვიტავს. აირჩევს სიტყვაზე ვიძახი ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას, დემოკრატებს, ეს ქართული ხალხის გადასაწყვეტია და არანაირი ძალადობა მე ვფიქრობ არ შეიძლება და მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება ძალადობა, დღეს არის სახელმწიფოში შესაბამისი სტრუქტურები, რომელიც ამას აღკვეთავს.